მეუბნებოდიაო, ჩემიაო, ეს თურქული ყავაო თუ ეიაო თუ რაღაცაა. სულტან მე დიდი ხანია საქართველოს ცხოვრობ და ბევრი ადამიანისგან და ტურისტისგან მომისმინია რომ მათ უნდათ ქართული ყავა ან ბათუმური ყავა. სწორად ამიტომ გადავწყვიტე ამ ყავის ისტორიას მოზეებნა. ბათუმური ყავა თუ ბათუმური ყავა გააქვთ? ქართული მეთოდის მომზადებული ღვინო ვკითხე. ყავა ჩვენგან ცოტა შორს არის. ქუჩებში ვეზეთი ადამიანის, რომელიც ეგ ისტორია იცოდა. ბევრს კითხე, ბევრი კაფეში ვიარე, მაგრამ არავის არ კონდა სრული ინფორმაცია. და ბოლოს ვიპოვე ერთი კაფე, სადაც იცოდა ეგ ისტორია და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. რადგან წელებია ამ სფეროში მუშაობ და კიდე ერთი ასეთი ადგილობრივი ამბავი გავიგე. ერთელი კალათის ვიარე და ყველა ადამიანს ვიყავი ბათუმურის ყავის შესახებით თუ იციან მე რამე მეც მაინტერესებდა თქვენებათ არავის თქვენ იცით კარგად. კი. აბა მომიგე. მართლაც ესეა. ალბათ იცით, რომ საქართველოს ძალიან დიდი ისტორია აქვს და ერთ-ერთი ისტორიის ნაწილი არის საბჭოთა ბათუმი. აი, მოგეხსენებათ ალბათ საბჭოთა კავშირი, როცა ყველაფერი დაკეტილია, მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის პროდუქცია და ერთგვარი ასეთი პროდუქცია, რომელიც იყო მართლაც დეფიციტში, არის ყავა. და ეხლა რატომ მაინდა-მაინც ბათუმი? რადგანაც ბათუმი, ფოთე, საპორტო ქალაქები არის, მაინც მათ უფრო შეხება ჰქონდათ ამ საზღვარგარეთთან და ჩამოდიოდნენ ისეთი მეზღვაურები, ვისაც ჩამოქონდათ და სხვადასხვა რაღაც დაჟე კონტრაბანდული სახეც ჰქონდა ამ ყავას, ჩამოქონდათ საქართველოში და ბათუმში, მაგრამ ჩამოდიოდა უკვე ჩვენთვის ნაცნობი მარცვალი კი არა, კიდე უფრო მწვანე ნაყოფი, რომელსაც ჭირდებოდა უკვე დამუშავება, დაფასოვება, აი ეს მოხალვა თავის დონემდე, ახლა რო ვიცით ხო ყველა მაშინ უკვე ხალხი ასეთნაირად გათვითცნობებული არისო, ინტერნეტი არისო, GPT არისო, ამიტომ ყველაფერს თვითონ აგემოვნებდნენ რეალურად. ხო და ესეთი მომენტიც მოხდა, რომ ერთგვარი ყავახანები ადრე ესაეძახდნენ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება ეს ბათუმის ყავა დაეგემოვნებინათ. ამ ზუსტად წლები არავინ არ იცის, მაგრამ თუ დაუბრუნდებით რაღაც ისტორიულ მომენტს, არის ესეთი ისტორია, რომ თითქოს და საბჭოთა კავშირის რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი პოეტი წერს მანდელშტამი, რომ ბათუმში არის და ამბობს, რომ ეს სასწაული არისო, ბათუმშიო, აქ ხო საერთოდ საოცარი ატმოსფერო არის და ერთ-ერთი საოცრება არის ბათუმური ყავა. აი ზუსტად ის ყავა, რომელიც იხალებოდა ბათუმში, რომელიც იყო ერთგვარი კონტრაბანდა და შეიძლებოდა მისი ამზადებდნენ ქვიშაზე და შეიძლებოდა იქვე რომ დაეგემოვნებინა ყველას ვისაც აინტერესებდა. ხო და ჩვენც ვეცადეთ აი ეს ძველი გემო დაგვებრუნებინა. რა თქმა უნდა, საქართველოში მოხალულ ყავაზე ვერ შეგვირდებით, მაგრამ ჩვენს კაფეში, ჩვენს ჩაისახში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი 100%-იან არაბიკას რო ეძახიან, აი მისი ყავა. და იმ ყავით ვამზადებთ აი ესეთნაირ ბათუმურ ყავას. დაუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ, იმედია დააგემოვნებთ, ხო? მოგინდათ კიდევაც, ხო? დავაგემოვნოთ, წავიდეთ. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ. აი ეს საოცარი, ყველაზე გემრიელი, როგორად შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი 100%-იანი არაბიკა. ეს არ არის ჩვეულებრივი ქვიშა, ეს არის კვარცის კვერცი, რომელიც არის იმის შემადგენლობის ქვიშა, რომელიც აი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ტემპერატურა იყოს გათანაბრებული, გათვალისწინებული. ნახე რა საოცარი კაფე აქვს და როგორი ხავერდოვანი გემო ექნება. Cheers. საოცარი სუნი აქვს. საოცარი ყავა მართლა. განსხვავდება. ძალიან ტექსტურა განსხვავდება გემოზეც განსხვავდება და ესე რომ ხარი ქართული ეცხარზე არის მომზადებული. არის რა თქმა უნდა. მოკლედ ეხავა იქაურია ბათუმურია და მე არ მოვაჩინე ქუთაისში. პოეპოეში. კარგად.